დავიწყოთ მოკლედ დღევანდელი ჩვენი გადაცემა და მივესალმები გადაცემის თანაწამყვანს. სერგო ავსაჯანიშვილს, რომელიც მესამე კვირაა უკვე მეტის პრინციპში გვიმზადებს ძალიან მეოთხე კვირა ბოდიში გვიმზადებს ძალიან საინტერესო კონტენტს და ეს კონტენტი როგორც წესი დახუნძლულია ძალიან მაგარი ბლიცებით, დახუნძლულია ძალიან კარგი ინფორმერებით და საინფორმაციო კომპონენტებით, რაც ესოდენ მნიშვნელოვანია ჩვენი მაყურებლისთვის და სტუმრები რაც მთავარია, იმიტომ რომ სტუმრების გარეშე წარმოუდგენელია შეიქმნას მაღალი დონის კონტენტი. ზუსტად ამ კალიბრის და მე ხა ვიცი ჩემი სენტიმენტები და ჩვენი სენტიმენტები ზოგადად კომპანია კერხერ საქართველოსთან მიმართებაში დარწმუნებული ვარ, რომ დღეს იქნება გამორჩეულად საინტერესო რუბრიკა და ძალიან საინტერესო დიალოგი რომელიც შედგება აქ ამ სტუდიაში გადაცემის პირველ ბლოკში. გისმენ, სერგო, ყურადღებით. შევეცდებით. მოგესალმები სანდრო, მივესალმები ჩვენს მაყურებელს. მოკლედ, მინდა რომ დავიწყო პირდაპირ სიახლით რა. საქართველოში რეალურად სანდრო გაჩნდა უკვე ესეთი სრულიად ავტონომიური რობოტი, რომელიც არ ითხოვს შვებულებას, არ ჭირდება ხელფასის მომატება და ასე შემდეგ, ხო? და ეს საუბარი არის კირა B50-ზე. მოკლედ, ჩვენი სტუმარი არის ნიკოლოზ ბათირაშვილი, კომპანია კერხერ საქართველოს გენერალური დირექტორი. ნიკოლოზ, მოგესალმები. მოგესალმებით. დიდი ხანია ჩვენ სხვადასხვა ეთერში აყოფილოთ ერთად. მინდა აი ამ სიახლით დავიწყო რა, ეს ქართულ ბაზარზე არის სიახლე, თქვენ უკვე რეალურად უკვე მოხდა გაყიდვა ამ აპარატის. დღეს უკვე მუშაობს აქტიურად ეს აპარატი და მინდა რომ აი ჩვენს ბიზნეს საზოგადოებას გავაცნოთ რეალურად ამ აპარატის შესახებ, ზოგადად რა ეფექტურობის მომტანი არის ბიზნესისთვის, რა არის ზოგადად და ვისთვის არის. კეთილი. და ზოგადად ანუ ისიც მაინტერესებს ანუ ზოგადად კირა ეს B50 ანუ ეს რაღაცა აუცილებლობა არის დღეს თუ რაღაც ფუფუნებაა ჯერ. კეთილი. პირველ რიგში დიდი მადლობა მომწვევისთვის, ყოველთვის პატივია თქვენთან სტუმრობამ, მივესალმები საზოგადოებას. მოგახსენებთ რომ აუცილებლობა დღეს თუ არ არის, აუცილებლად იქნება აუცილებლობა ხვალ. რატომ? იმიტომ რომ დიდი გამოწვევა არის უკვე ნახო ოპერატორი, რომელიც ამა თუ იმ აპარატს ოპერირებს, გაუწევს მომსახურებას და ასე შემდეგ. იმიტომ რომ მოგეხსენებათ ტენდენცია მსოფლიოში ასე მიდის, ძალიან რთულია და უკვე ბიზნესები ვეღარ ხვდებიან ის კადრები საწავიდნენ და როგორც კერხერმა, ასევე კონკურენტულმა ბრენდებმაც შეიმუშავეს ინოვაციური ტექნოლოგია, ასე დავარქმევდით, რომელიც სრულად არის 100% ავტომატიზირებული, ანუ სრულად არის soft-ით მართვადი, კომპიუტერიზებული, რომელიც მუდმივად უნდა იყოს პლატფორმაზე დაერთებული და ამას უყურებს როგორც ადგილობრივი წარმომადგენლობა, ამ შემთხვევაში კერხერი ჩვენ, საქართველოს და ასევე უყურებს გერმანიაც, იმიტომ რომ ერთადერთი ეს აპარატი, რომელიც თქვენ ახსენეთ, სერგო, კირა B50 არის გერმანიაში აწყობილი განსხვავებით ჩვენი კონკურენტებისგან, იმიტომ რომ კონკურენტები მაინც ცდილობენ რომ იქიდან გამომდინარე რომ წარმოებები შეიძლება სხვადასხვა გერმანიაშიც გქონდეთ, მაგრამ რა თქმა უნდა აქვთ ჩინეთშიც, აწყობენ ჩინეთში, მოგეხსენებათ, იმიტომ რომ მუშახელი არის ბევრად იაფი. ასე რომ ჩვენ კადრებში ვხედავთ ამ სპეციალური ბიზნეს ვეძახით, ეს არის რობოტიკა და ეს არის აუცილებლად მუნიციპალური მიმართულება, რომელიც დღეს რეგიონში საკმაოდ პოპულარულია, მაგრამ საქართველოში ჯერ კერხერის მუნიციპალური მიმართულება არ მოძრაობს გარკვეული მიზეზების გამო, თუმცა ჩვენ როგორც ევროპული ბრენდი და განსაკუთრებით გერმანული ბრენდი გვაქვს ამბიცია, რომ მეტი პოპულარიზაცია მოვახდინოთ და გვაქვს სადემონსტრაციო აპარატები, რომელიც ყოველდღიურად შეგვიძლია ვაჩვენოთ ამა თუ იმ ბიზნესს. ასე რომ დავუბრუნდები კითხვას, სერგო, შენსაც რომ აუცილებლობაა თუ ფუფუნება? ეს ფიქრობ რომ აუცილებლობაა. აღარ არის საუბარი აქ ფუფუნებაზე, იმიტომ რომ ბიზნესში თუ ჰიგიენა არ არის დაცული, ბუნებრივია ის ვერ იქნება კომპეტენტუნარიანი ბაზარზე, ხო? ჰიგიენა ყველგან და ყოველთვის, რომელსაც სეზონი არ აქვს. ამიტომ ჩვენ თვლით რომ ეს ფუფუნება ნამდვილად არ არის, ეს არის აუცილებლობა და აქ აუცილებლობაში გულისხმობ ინოვაციური აუცილებლობა, სადაც დროს უსწრებს, შეიძლება საქართველოს ბაზარი მზად არ იყოს, თუმცა ჩვენ გვაქვს უკვე მაგალითები, რომ ძალიან წარმატებით უკვე რამოდენიმე გაყიდული არის საქართველოში, სულ ახლახან სხვათა შორის და განსაკუთრებით სასაწყობო მეურნეობას ეს ემსახურება იდეალურად, იმიტომ რომ მაინც სენსორები არის და ხალხმრავალ ტერიტორიაზე
უჭირს მაინც მოძრაობა, თუმცა ამაზეც მუშაობს ჩვენი განვითარების დეპარტამენტი და შემოგთავაზებს უნიკალურ ვარიანტს. აი წარმოიდგინეთ McDonald's-ში რომ დადის კეტო. ხო? ის ხალხმრავალ ადგილებში ძალიან კარგად უმკლავდება და მოძრაობს. იგივე ვარიანტი არის ჩვენიც, რომელიც გაბარიტების მიხედვით და მისი შესაძლებლობების მიხედვით ემსახურება ამა თუ იმ კვადრატულობას. ეს ქირა B50 ემსახურება 2500 კვადრატულ ეს არის ერთიანი ასე ვთქვათ რესურსი, ხო? ერთიანი რესურსი, რა თქმა უნდა, შემდეგ იმუხტება, შემდეგ იცვლის და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. საინტერესოა, რამდენი ხანი უნდება 2500 კვადრატის დასუფთავებას? დაახლოებით საათნახევარი გააჩნია, შეგვიძლია მივცეთ დავალებები და გააკეთოს 500 კვადრატი. ან 200 კვადრატი. ანუ რეალურად რამდენ ადამიანს ანაცვლებს ახლა ეს გირა B50? აი რეალურად რო ვთქვათ, ხო, იმიტომ რომ ამ აპარატს ჭირდება ზოგადად სხვა აპარატებს, ხო, ანუ რომელიც არ არის ავტონომიური, ჭირდება ოპერატორი, რომელიც უნდა იდეს და ასე ვთქვათ, ასუფთავებდეს და თუ ეს აპარატიც არ არის, მაშინ ალბათ მთელი არმია საჭირო, ხო, ადამიანების, რომლებიც ალაგებენ ამ კონკრეტულ 2500 კვადრატ მეტრს. ხო, იცით რა, ბევრს წარმოუდგენია, სერგო, რომ აგერ ნახე რობოტიკაზე ტენდენცია მიდის ისე, რომ ადამიანები ჩანაცვლოს, ეს მასი არ არის. და გეტყვით რატომ. პირველი რომ ნებისმიერ რობოტს ჭირდება ინჟინერი. ანუ პროფესიები იცვლება. მივხვდით, აი აქ არის ძალიან მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ ეს რობოტი აკეთოს ადამიანმა ჭირდება უფრო მეტი ვიდრე ოპერატორი პირობითად გააკეთებდა იმ საქმეს. ამიტომ ესე უხეშად რომ თქვათ პირობითად რამდენი ოპერატორი დაჭირდებოდა, ალბათ 2-3, ხო, იმას ცვლილები აქვს, იმას განრიგი აქვს, ის ყოველდღე ვერ იქნება, ხო? ერთი ადამიანი 24 საათი ვერ იმუშავებს. მას შეუძლია 24 საათი იმუშაოს. ანუ კი რა, B50 საერთოდ არ ჭირდება, ხო? არ ჭირდება. არ ჭირდება არანაირი ჩარევა. მას უყურებთ, როგორც თქვი, ჩვენ დისტანციურად და ზუსტად ვიცით, რა შეიძლება მას დაჭირდეს და ჩვენ გვაქვს სერვის კონტრაქტებიც მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ ადგილზე მივდივარ და ვამოწმებთ კონკრეტულად რა პრობლემა აქვს, რომ ის მოვაგვაროთ, დისტანციურად ვიგებთ, რა პრობლემა შეექმნება ამა თუ იმ ტექნიკას. ნიკოლოზ, კონკრეტულად კიდე აი რომელი სეგმენტებისთვის არის გათვლილი ეს, ხო? ანუ სასაწყობო პარტები გასაგებია, მაგალითად ჰიპერმარკეტები, მაგალითად მოლები. ჩემი აზრით ეს ძალიან საინტერესოა ამ აპარატის გუნა, ასე ვთქვათ, ამ ობიექტებისთვისაც, ხო? და რამდენად არის ინტერესი ზოგადად მათი მხრიდან? ჯერ ინტერესი არ არის, მაგრამ აქ არის საუბარი, რომ ჯერ დავანახოთ ბიზნეს საჭიროება და დავანახოთ რა არის პროდუქტი უშუალოდ და არა ვიდეოების სახით, დავანახოთ მნიშვნელობა თუ რას აკეთებს უკვე რეალურ მოცემულობაში. იდეალური არის მოლებიც, ახლა ჩვენ თუ დავაკვირდებით 99% ღამეი სუფთავდება. ხო? დღის განმავლობაში უბრალოდ მიდის ზედაპირული წმენდა და სადაც ხალხმრავლობა არ არის, ბუნებრივია, მაშინ ხდება. მაგრამ ძირითადად ღამე კეთდება მათი დასუფთავება, იგივე ჰიპერმარკეტების, იგივე ქსელების და ასე შემდეგ, იმიტომ რომ ძირეული დასუფთავება მაინც ღამე ხდება. იდეალური არის. რატომ? იმიტომ რომ ღამე მას წინაღობა არ ხდება. ღამე პრობლემა არ არის, იმიტომ სასაწყობო მეურნეობა პირველ რიგში, რომ კარგად აითვისა და მოგეხსენებათ ახლა ვეტყვი კომპანიებს DHL, UPS და ასე შემდეგ, ეს საერთაშორისო კონტრაქტები გავაფორმა გერმანიამ. ყველა DHL-ის და UPS-ის სასაწყობე მეურნეობა იქნება აღჭურვილი სოფლიოში. კონტრაქტი დევს. სოფლიო მასშტაბზეა საუბარი. ახლა საქართველოს ძალიან დიდი კონტრაქტია. პატარა და ასე შემდეგ. ასე რომ მე იქ დაბრენდვა და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. მოკლედ, რატომ? იმიტომ რომ პრაქტიკა მაჩვენა, რომ ეს არის ინოვაციური cost saving, ანუ ხარჯების უზოგავს გრძელვადაზე და არა ერთი წლის განმავლობაში მხოლოდ. ისე არის ეს დათვლილი და ახლობით ეს ინვესტიცია. რა თქმა უნდა დათვლილი არის. ოღონდ ეს ითვლება უშუალოდ ბიზნესთან ერთად. კონკრეტულ მაგალითად. კონკრეტულ მაგალითზე, იმიტომ რომ ბიზნესის გარეშე უბრალოდ შაბლონი იქნება. ასე რომ არის ინოვაციური, რითაც ვამაყობთ, არის ძალიან ხელშესახები ხარშთაღრიცხვის კუთხით დაცვლადი არის და ძალიან დიდ ციფრებზე არის საუბარი დამიჯერეთ. იმიტომ რომ ძალიან ბევრი თავის ტკივილი აკლდება ბიზნესს და ძალიან ბევრი ინოვაცია და საიმიჯოთაც რომ განვიხილოთ ბიზნესისთვის, სადაც ეს ტექნიკა არის, საიმიჯო და რეპუტაციის კუთხით არის უპირველეს ყოვლისა ძალიან მაღალ სტანდარტში, ასე რომ ვთქვათ. ნიკოლოზ, ეს ადგილზე არის, ხო? ეს კი რა B50, იმიტომ რომ ჩვენი ეთერის მერე ალბათ გაუჩნდებათ ადამიანებს, ხო, სურვილი სად უნდა ნახოს. სად შეიძლება ამ აპარატის ნახვა დღეს? ეხლა მოვერიდები კომპანიის დასახელებას, უბრალოდ თბილისში არის
ლილოს ტერიტორიაზე. ანუ შოურუმში არ არის, ხო? შოურუმში იყო და ეს გაიყიდა, იმიტომ რომ ეს ვაჩვენეთ და რა თქმა უნდა ძალიან მოეწონა. გზაში არის, ჩამოვა გერმანიდან და ჩვენ აუცილებლად მოვახდენთ სოციალური გვერდებით მის ჩვენებას და რა თქმა უნდა რამდენი ერთეული ჩამოვა ნიკოლოს? ჯერ ჩამოვა 2, იმიტომ რომ ყველა შოურუმში გამოფენას ჯერ აზრი არ აქვს, მაგრამ ფაქტი არის, რომ საჩვენებლად გვინდა ჩამოვიდეს 1 და 1 უკვე იყოს ნაშთზე, იმიტომ რომ ნაშთზე ყოლა ქონა ძალიან მნიშვნელოვანი. ისე რეგიონთან შედარებით, მაგალითად, ჩვენ აგერ მეზობელ რეგიონთან სომხეთთან დაკავშირებით, ხო? ანუ იქ რა სიტუაცია აი ამ არსად არ არის გაყიდული მინდა გითხრათ. ანუ რეგიონში პირველები ვართ, არც აზერბაიჯანში, არც სომხეთში, რეგიონში პირველები ვართ. როგორც ბევრ საკითხში. კი, გილოცავ ნიკოლოზ, ეჭვი არ მეპარება. ძალიან დიდი მადლობა. ნიკოლოზ, მე მინდა რომ ესე გადავიდეთ, მოკლედ ან ზოგადად ამ პროფესიონალურ ან ბიზნეს ხაზზე, ხო? ან ზოგადად ეს ხო არ არის მარტო ავტონომიური ასე ვთქვათ რობოტიკა, ხო? თქვენ ძალიან დიდი ასე ვთქვათ სეგმენტი გაქვთ ათვისებული და ძალიან დიდი არჩევანი გაქვთ ბიზნესებისთვის და რეალური გადაწყვეტილებები გაქვთ უკვე შექმნილი, როგორც ინოვაციური, რობოტიზირებული, ავტონომიური, ისე მანუალურიც, ხო? ჩვენ ხშირად ვსაუბრობთ და ფაქტიურად სულ ვსაუბრობთ იმაზე, თუ კერხერს რა საყოფაცხოვრებო ასე ვთქვათ მიმართულება აქვს, რომელიც ძალიან აქტიურია და ეს გასაგებია, მაგრამ დღეს ამ ეთერში მინდა რომ ვისაუბროთ უფრო ბიზნესის გადაწყვეტილებებზე, ხო? ანუ ბიზნესისთვის რა გაქვთ თქვენ და ძირითადად ასე ვთქვათ, აი ჩვენი წინა საუბრებიდან გამომდინარე, ხო? ეს წილი ბიზნესის კორპორატიული გაყიდვების შეიცვალა, გაიზარდა? ტენდენცია როგორია? ტენდენცია სტაბილურად მიდის, უბრალოდ მოცულობა იზრდება. და აქ ვართ 35-38% მაინც პროფესიონალ მიმართულებას უკავია. ასე არის სოფლიოში სხვათა შორის, იმიტომ რომ იმდენად ახალი საყოფაცხოვრებო ტექნიკა გამოდის, რომ ამ წილს მიყვება პარალელურად, იმიტომ რომ ჩვენ ძალიან ბევრი ინოვაციური საყოფაცხოვრებო მიმართულება გვაქვს. რობოტები, აღარ საუბრობ პერსონალურებზე და ასე შემდეგ, ორთქლის აპარატებზე საერთოდ ხო ბუმი არის და ძალიან კარგი პროდუქტი გვაქვს, ძალიან, ანუ 60% მაინც უკავია, არ შეცვლილა. თუმცა აქ დავამატებდით, რომ შეგვეცვალა, რადგან პროფესიონალურ ბიზნესზე და ბიზნესზე ვსაუბრობთ უშუალოდ. აქ გვაქვს სიახლე კერხერ B2B პლატფორმა, ასე ქვია, სადაც მოხმარებელს აღარ უწევს მოსვლა ჩვენთან. მაგალითისთვის, რომ ავიღოთ, მაგალითად სასტუმრომ შეიძინა ესა თუ ის აპარატები და მას სჭირდება ცოტათი აქსესუარები ან ფილტრები, ხო? შედის პლატფორმაზე, იხსნება, ვარეგისტრირებთ ჩვენ, ეხსნება პლატფორმა, ეხსნება კაბინეტი და ავტომატურად თვითონვე ხედავს და აკეთებს შეკვეთას. ანუ e-commerce გააკეთეთ? e-commerce გავაკეთეთ მორგებული ბიზნესს. კომპანიებისთვის. დიახ. ეს არ არის კერხერ shop G, რომელზეც ეს საოცრად გამართლებული და ძალიან კარგი პროექტი იყო და მადლობა მინდა უთხრათ ჩემ გუნდის წევრებს და მუშაობს იდეალურად. ანუ რა შვება, ზოგავს დროს, ზოგავს ენერგიას, ჩვენ გვიზრდის ხარჯს შედარებით ლოჯისტიკური მიწოდების კუთხით, თუმცა ეს ხარჯი გვიღირს ჩვენი ისევ და ისევ ბიზნესის კეთილდღეობისთვის და მათი კომფორტისთვის. და ასევე დავამატებდი აქ მობილური სერვისი. თქვენი საყვარელი ნაწილია. მაგაზინს უნდა მეკითხა ზუსტად. მობილური სერვისი ზრდავს 50%-იანი. და აი ამის პოპულარიზაცია გვინდა კიდე მოვახდინოთ, რატომ? იმიტომ რომ ეს ბიზნეს უზოგავს დროს. უზოგავს თანხას და უზოგავს ენერგიას, რაც ძალიან მნიშვნელოვანია და ყოველთვის ვეუბნებით, რომ გაფუჭდა ისა თუ ის დანადგარი აპარატი, დაგვირეკეთ ჩვენ 24 საათში მოვახდენთ რეაგირებას და მოვართ ადგილზე. ჩვენი აი აუდიტორისთვის უფრო გასაგები რომ იყოს რა არის ეს მობილური სერვისი, ხო? ეს არის სრულიად აღჭურვილი, ასე ვთქვათ, ავტომობილი, კერხერი დაბრენდილი, რომელშიც მოთავსებული არის ყველანაირი მასალა, ყველანაირი, ასე ვთქვათ, ინსტრუმენტი და ასე შემდეგ და ბიზნესისთვის აი მაგ საკითხზე უნდა გადავსულიყავ ისედაც, ხო? იმიტომ რომ ბიზნესისთვის ეს ძალიან მნიშვნელოვანია, ხო? ეხლა ჩვენ ვსაუბრობდით გადაცემამდე, ხო? რას ნიშნავს ბიზნესისთვის რეალურად თუ აპარატი გაფუჭდა, ხო? ბევრი ბიზნესისთვის ეს შეიძლება ნიშნავდეს ზოგადად მთელი საოპერაციო საქმიანობის გაჩერებას, ხო? და არა უბრალოდ ტექნიკურ ხარვეს. მე ამიტომ მინდა აი ზოგადად კითხო, ანუ ეს რაღაც უპირატესობაა ეხლა თქვენი თუ მაგალითად რავი ბიზნესი როგორ აღიქვავს მაგას, იყენებს ესე აქტიურად რეალურად ამ მობილურ სერვისს? აი როგორც თქვი 50%-იანი ზრდა აქვს, მინუს პლუს ეხლა ზუსტად აღარ მახსოვს, მაგრამ 50% არის ზრდა, რაც იმას ნიშნავს, რომ ეს ბიზნესმა მოირგო, ეს ბიზნეს მოეწონა და რა თქმა უნდა ეს არის ჩვენთვის სერვის პლუსი, მაგრამ მოხმარე ბიზნესისთვის ეს არის must. ეს აუცილებლობა არის, რომ თქვენ წარმოგიდგენიათ საწარმო, რომელიც ცხელი წყლის გარეშე არ შეიძლება რომ ოპერირებდეს.
არის ეგეთი ჰიგიენური ნორმების დაცვა, სადაც აუცილებელია, რომ კონკრეტული აგრეგატით ირეცხებოდეს ყოველდღიურ რეჟიმში. და იმის გაჩერება კონკრეტულად არის ტოლფასი მთელი ბიზნესის გაჩერებისა. ის დროულად უნდა შეკეთდეს, დროულად უნდა იყოს გამართული და მას არ აქვს დრო, რომ ისა თუ ის აპარატი ატაროს ახლა ამხელა საცობებში ამა თუ იმ კერხერ ცენტრში. ხო, ბუნებრივია ჩვენ ვთავაზობთ ამას და ეს არის ჩვენთვის ძალიან დიდი ცალკე მდგომი ბიზნესი, მინდა გითხრათ, იმიტომ რომ ეს მოითხოვს ცალკე კადრს, ცალკე მანქანას, ცალკე სტოკს, ცალკე მთელ ფინანსურ თემას, რომელსაც მზად ვართ. და ამისთვის დიდი ინვესტიციები განახორციელა კერხერ საქართველოს. იგივე ხდება ევროპის ბევრ ქვეყანაში. თუმცა მოქნილობით და ეფექტურობით ჩვენ მაინც გამოვირჩევთ, იმიტომ რომ კერხერ ცენტრები ჩვენ მარტო თბილისში არ გვაქვს, ჩვენ გვაქვს რეგიონებშიც და იქაც იგივე სისტემა გვაქვს დანერგილი. ძალიან დიდი მადლობა. ეხლა მინდა გადავიდე ჩვენს ასე ვთქვათ პარტნიორობაზე და ჩვენმა აუდიტორიამ თუ არ იცის, ჩვენი ასე ვთქვათ K-Call-ის საამაყო პარტნიორი არის კერხერ საქართველო და ძალიან დიდი სიამაყეა ზოგადად ამ მსგავსი ასე ვთქვათ მასშტაბის კომპანიასთან მუშაობა, იმიტომ რომ ჩვენსაც ძალიან დიდი გამოცდილება და ცოდნა ეს ყველაფერი და მინდა რომ აი ესეთი კითხვა დაგისვა, ანუ რას ნიშნავს აი ესეთი გლობალური ბრენდისთვის K-Call-ის ნაირი პარტნიორის ყოლა? მარჯვენა და მარცხენა. ძალიან დიდი მადლობა სერგო, პირველივე დღიდან ჩვენ მეგობრები ვართ, არა მარტო ბიზნესურად, ასე რომ პიროვნულად ძალიან დიდ ვაფასებ პირადად შენს ენერგიას, იმიტომ რომ ეს ბიზნესი ჭირდება და გადამდები არის რა. მეც ვცდილობ ხოლმე რომ ვიყო ენერგიულად მაქსიმალურად ყოველდღე. გადამდებია და კი, ნამდვილად პარტნიორობა მოგეხსენებათ ჩვენ დაახლოებით შეგვიძლია ციფრები ვახსენოთ 2000 ზარი გვაქვს ყოველთვიურად და ეს იზრდება. და ამ 2000 ზარში ძალიან ბევრი ჩვენი ძვირფასი ახალი პოტენციური პარტნიორი გვირეკავს, ხო? მაინც არის ეს ზარები და უნდა ადამიანს რომ გაგესაუბროს და აილაპარაკოს და ასე შემდეგ. ასე რომ მადლობას გიხდით თქვენ ამ ზარების და არა მარტო ზარების მენეჯმენტისთვის და ძალიან ბევრი რო არ იკარგება ეს ზარები, რაღაც წამებში პასუხობენ და წამებში გასცემენ უკვე ისე იცის ჩვენმა მეგობრებმა თქვენს კომპანიაში, ჩვენი კომპანიის შესახებ ყველა აპარატი რომ არ ვიცი კომპეტენცია უმაღლეს დონეზე. ასე რომ ძალიან მნიშვნელოვანია წარმოიდგინეთ რეკავს გაბრაზებული მომხმარებელი ან უბრალოდ აინტერესებს ინფორმაცია მიიღოს, ხო? და ეს არ უპასუხო, არ გასცე კომპეტენტური პასუხი და არ დააკვალიანო ისე როგორც საჭირო არის. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია როლს ასრულებთ კომპანიისთვის, ამას ჩვენ ვაფასებთ. ამას ვგრძნობთ ყოველდღიურად და ძალიან მნიშვნელოვანია გისურვებ წარმატებებს, სერგო. მადლობა, და დარწმუნებული ვარ, რომ არა მარტო ეს უბრალოდ ამ ზარების კუთხით შემოვიფარგლებით, გვჯერა, რომ ეს ტექნოლოგიები ისე ვითარდება, რომ ბევრი კარგი სიახლე შეგვიძლია დავნერგოთ ერთად, იმიტომ რომ 24 საათი იყო ხაზზე და აკეთო ის სასაქმეც გიყვარს და მოხმარებლის სამსახურში იყო. ესაა ძალიან მნიშვნელოვანი და დიდი მომავალი აქვს. მადლობა, მე დავამატებდი, რომ ესეთი გლობალური ბრენდისთვის განსაკუთრებით, ხო, როცა ჩვენ საუბრობთ ახალ ინოვაციურ პროდუქტებზე და ასე შემდეგ, ხო, ანუ აქ კერხერზე, ასე ვთქვათ, ბევრი რეკლამა არ არის საჭირო და ყველა მიცის ამის შესახებ, მაგრამ ამის უკან დგას ძალიან დიდი პროცესი, სანდრო. და ზუსტად ეს კომუნიკაცია მომხმარებელთან, ეს არ არის უბრალოდ ალო. ეს არის სრული ანალიტიკა, სრული აღრიცხვა, სრული, ანუ ნებისმიერი, ასე ვთქვათ, აი პირდაპირ დავალება კერხერისგან, ხო, პულზე გვიჭირავს ნებისმიერი, ასე ვთქვათ, მომხმარებლის აზრი. ამიტომ ეს ჩვენთვისაც ძალიან ასე ვთქვათ საამაყოა ჩვენი პარტნიორობა და იმედი მაქვს რომ ჩვენი პარტნიორი კიდევ უფრო გაღრმავდება. მე ახლა მინდა შემოგთავაზო ესეთი პატარა ბლიცი. რა სიტყვი? დადვარ. ხო, ესეთი სწრაფი რაუნდი დავარქვი მოკლედ რა და შევეცდებით რომ ანუ რაღაც ის მოკლე პასუხები და თუ საჭიროა მოკლედ პატარა ახსნაც გააკეთე. ფასდაკლება სტრატეგია თუ სისუსტე? სისუსტე. ახსნათ რატო? რატომ იცით, რომ ისეთი ტენდენციაა დღეს სოფლიოში და არა მარტო საქართველოში. ფასდაკლებას გვინდა არ გვინდა, უნდა ვაკეთებდეთ. ანუ გვაკეთებინებენ. ანუ კონკურენტები. და ეს კარგია, ჯანსაღი არის, მაგრამ იცი რა პრემიუმ ბრენდი რო ხარ? არ უნდა უსმინო სხვას, მაგრამ არ უსმინო აი ბაზრის წილს დავკარგავთ. ბუნებრივია. მე მივხვდით, ანუ არ მივყვეთ, არ გამოდის. იგივეს ფიქრობს ჩვენი კონკურენტიც. და აი ამ ჯაჭვში ვართ რა. ძალიან კაი პასუხი.
სერვისი ამ შემთხვევაში ხარჯია თუ კონკურენტული უპირატესობა? კონკურენტული უპირატესობა. რაც კერხერს გააჩნია. რა თქმა უნდა 100%. ცხელი ხაზი ხარჯების ცენტრია თუ რეპუტაციის ცენტრი? რეპუტაციის ცენტრი. რეპუტაციის ცენტრი. საქართველოს მზად არის მასშტაბური პროფესიონალური სისტემებისთვის? ზოგადად, აი თქვენი პროფესიონალური ხაზისთვის. საქართველოს არის მზად? არა. ჯერ კიდევ არა. თუმცა მან სამუშაო არის და მარტო ბიზნესს ვერ დავაბრალებთ რა. ჩვენ ქვეყანა ვარ, ზოგადად გვიყვარს სიახლეები, არ გვიყვარს ძველმოდური რაღაცების კეთება, ამიტომ მე მჯერა რომ ჩვენ გვაქვს სამუშაო ჩვენ კერხერს კომპანიას და არა მარტო ჩვენ ბევრ ინოვაციურ კომპანიებს ინდუსტრიას რომ ეს სიახლეები უფრო მეტად ახლოს მიიტანოს ბიზნესთან. თორე ბიზნესი მოდის, შენ თუ დაანახე იქ მომგებიანობა აი წეგანով საუბრობდი და აზრი და ეს ციფრებში გადაუყვან, ეს ციფრები მოსწონს ბიზნესს და არის რეალური და აი ეს უკვე მაგალითები, უკვე დრო ყველაფერს აჩვენებს რომ ეს რეალურია და კი დარწმუნებული ვარ რომ ბიზნეს სამუშაო აქვს ჩვენარ კომპანიებზე საუბარი ბევრი რომ ამ ბაზარი გააჯეროს ამ ინოვაციური პროდუქტებით. ჩვენიერი ვრცელი პასუხები გვაქვს ამ ბლიცში მოკლედ. რას ვერ აპატიებს ბაზარი ლიდერ ბრენდს? ღალატს. არ უნდა ვუღალატოთ რას გულისხმობ, არ უნდა ვუღალატოთ ჩვენს მომხმარებელს და რასაც ვეუბნებით ამა თუ იმ ვიდეოთი, ამა თუ იმ ტექნიკის შესაძლებლობებით, ხო? აუცილებლად სწორი კონსულტაციაზე მაქვს ხოლმე საუბარი ყოველთვის აქ ერგო და აი ჩვენ ხშირად გქონია ერთობლივი ტრენინგები და ასე შემდეგ. დღეს მნიშვნელოვანია სწორი კონსულტაცია. სწორი კონსულტაცია არის პირველი კმაყოფილი მომხმარებელი და შეურჩიოთ ზუსტად ესა თუ ის ტექნიკა და მეორე პრევენცია არის საგარანტიო ხარჯის. ფანტასტიკო. ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ამიტომ არ უნდა ვუღალატოთ აქ ჩვენს მომხმარებელს და ნამდვილად გავუმართლოთ იმედები და უფრო მეტი. როდესაც კლიენტი ამბობს ძვირია, პრობლემა ფაშია თუ ხედვაში? ხედვაში. საქართველოში მაგ საუბარი. ხედვაში. ხედვაში. და ერთი სიტყვით კერხერი. ვაუ. ძალიან მაგარი. ძალიან მაგარი. ეს მოუზადებელი ბლიცი იყო რა. კი, ძალიან დიდი მადლობა. ეს ჩემი სიტყვა არ არის, ოღონდ მართლა. ეს მომხმარებელს რო აჩვენებთ ამა თუ იმ ტექნიკას, თვითონ ამბობს მომხმარებელი ერთ სიტყვას, ვაუ. და ამიტომაც არის, რომ გერმანიის ერთ-ერთმა სააგენტომ აქვე მოვყვები ისტორიას, რომ ახალი სააგენტო ყავდა რამოდენიმე წლის წინ და ჩვენ გვაქვს ვაუ, ხო, იცით, ხო, ჩვენი ეს ვინ არის ის თქვენი ვაუ? და იმ სააგენტომ თქვა, რომ თქვენ ხართ უბრალოდ ვაუ. იმიტომ რომ ამაზე უნდა აეგოს მთელი კამპანია. და საიდან მოდის ეს ვაუ? უბრალოდ ჩვეულებრივად ნახეთ განსხვავება. აგერ არის, ჩავრთეთ აპარატი და წამში რა გააკეთა და რა დატოვა. და შეუქმნა იმ ზედაპირს და არა მარტო ვაუ. და გამოიწვია აღთოვანება. დიახ. ემოცია არის რა, ეს რომელიც მე ძალიან მომწონს. ჩვენი საუბრიდან რა გამომდინარეობს, ხო, რომ რობოტი არ იღლება, მობილური სერვისი არ აჩერებს პროცესებს, ხო, და სისტემა ამცირებს რაღაც რისკებს. ანუ ეს იყო ჩვენი დღევანდელი, ასე ვთქვათ, თავარი მიზანი, რომ დავანახოთ ადამიანებს, ანუ რეალურად რა შეუძლია დღეს კერხერს უფრო ბიზნესის მხარეს, რა პოტენციალი აქვს და რა რესურსები გააჩნია, რა ინოვაციური გადაწყვეტილებები გააჩნია დღეს. ჩემი აზრით, რა ვიცი, ცნობიერება, მე მგონი, მეც გეთანხმები, რომ ამაზე უნდა კიდევ უფრო გავაღრმავოთ და კიდევ უფრო მეტი უნდა ვილაპარაკოთ. იმიტომ რომ ეს არ არის უბრალოდ, ანუ მიზანი არ არის ჩვენი, რომ გავყიდოთ, ხო, ამ შემთხვევაში, ანუ გავზარდოთ ცნობიერება იმისათვის, რომ ანუ თვითონ ისევ და ისევ ბიზნესმა სწორედ და ოპტიმიზირებულად გაწიოს ხარჯები. და მიიღოს სწორი გადაწყვეტილება, ეს ძალიან მნიშვნელოვანი არის. აბსოლუტურად. ვაუ. ავასრულოთ დღევანდელი ჩვენი რუბრიკა, ძალიან კარგი რუბრიკა იყო. მადლობა ამისთვის, მეგობრებო. გისურვებთ წარმატებებს და მომავალ შეხვედრამდე. ფანტასტიკური სპიკერია რა. ფანტასტიკური სპიკერი ნიკოლოზი არის ფანტასტიკური სპიკერი. ფანტასტიკური ადამიანი და ხართ საოცარი ხალხი, რომელიც აი ასე ამანთებთ ხოლმე. ძალიან დიდი მადლობა. მადლობა სერგო ავსაჯანიშვილი, ნიკოლოზ ბათირაშვილი. გაცემა მონეტიზაციაში, გადაცემის პირველივე ბლოკში ძალიან საინტერესო თემებს შლიდნენ.